მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია კოდის სათემო განათლების ცენტრის რადიო, სახელწოდებით რადიოს ძალა. მე მისი წამყვანი ზეინებ აბულაძე გახლავართ. დღეს ჩვენთან სტუმრად ბრძანდება თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი ბატონი დავით ყაზახაშვილი. თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ 2025 წელი თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრისთვის უდაოდ წარმატებული იყო. თუ რა წარმატებებზეა საუბარი და რამდენი აქვს თავმოსაწონი ამ ცენტრს ბატონ დავით ყაზახაშვილის ხელმძღვანელობით, ვთხოვ ჩვენს ძვირფას სტუმარს. მოგესალმებით ბატონ დავით. მოგესალმებით ბატონო ზეინაბ, მოგესალმებით მადლობას მოგიხდით სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა რომ დამთავრდით ინტერვიუზე წლის მიწურულს. გაიხარეთ, მოკლედ თქვენ მაყურებელს მსმენელს უბრალოდ მსმენელს ვუხდი მადლობას და თითოეულს ვუხდი მადლობას, ვინც აი თქვენი რადიო შექმნა და აფუძნა. ყველა აი ამ აქტორს ვუხდი დიდ მადლობას. მოგეხსენებათ, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი და ზოგადად დღევანდელი მთავრობა აქვს აქცენტი გაკეთებული ჯანსაღ ცხოვრებაზე, კულტურის მიმართულებით განვითარებაზე და ყველა ამ ასპექტში წინ სვლაზე. წელს ჩვენ გქონდა უპრეცედენტო შემთხვევა. ანუ შრომა დაფასდა, რასაც ქვია თვეების და წლების განმავლობაში ფუძე ჩაეყარა გოგოების საფეხბურთო გუნდის განვითარებას. ეს არის ანუ თეთრიწყაროს ლეგენდა. 2018 წელს კოკა-კოლის თასზე გავიდა სამღერეთის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამღერეთის სკოლა. სადაც საპრიზო ადგილი დაიკავა. აქედან შემდგომ 2019 წელს თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ჩართულობით ამ გუნდმა მიაღწია პირველ ისტორიულ შედეგს, ანუ მეოთხე ადგილზე გავედით მასტერ ლიგაზე. მასტერ ლიგა 2021. სადაც ჩვენ შევხვდით ბათუმის გუნდს ნახევარფინალში და აი ბოლო 10 წამზე ძირითადი დრო სრულდებოდა კუთხური გავიტანეს, რომელიც არასდროს არ დამოვიწყდება. 0-0 იყო ანგარიში და 1-0 წავაგეთ და მეოთხე ადგილს დავჯერდით. ამ თამაში პენალებში თუ გავიდოდა ეს შეიძლება სხვა შედეგითაც დასრულებულიყო. მაგრამ დასრულდა ესე როგორც დასრულდა და ამასაც ვთვლი, რომ ეს იყო ისტორიული შედეგი. ამის მერე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ძალიან აქტიურად ჩაერთო. არ შეიძლება ბატონი გიორგი ციკლაურის ჩართულობის უნდა გამოიკვეთოს და ჩვენმა გუნდმა დღეს უკვე 2025 წლის სეზონის უმაღლეს შედეგს მიაღწია და გავედით საფეხბურთო ტურნირის უმაღლეს დონეზე. ბატონ დავით, ეს პრეცედენტი არ ყოფილა არასოდეს განამარტოთ ჩვენ რაიონში, არამედ მთელს ქვემო ქართლშიც და ბრავო ამისთვის. კიდასტურად თქვა ბატონო ზეინაბ, ეს პრეცედენტი არის ისტორიული ქვემო ქართლისთვის, ვინაიდან გოგონათა კლუბს ქვემო ქართლს არ ყოლია უმაღლეს ლიგაში არასდროს ისტორიის განმავლობაში საფეხბურთო გუნდი. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიამაყოთ ამით და ეს ისტორია დაიწერა და ახალ ქურცელზე, ახალ გვერდზე გადავედით, რასაც ქვია უმაღლესი ლიგა. ამას ულოცავ არა მხოლოდ თეთრიწყაროს, არა მხოლოდ ქვემო ქართლს, არამედ ყველა გულშემატკივარს, ვინც გულშემატკივრობს როგორც ფეხბურთს, ასევე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას საქართველოში. დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ მშობელს, თითოეულ ფეხბურთელ გოგონას და თითოეულ აქტორს, ვინც ამაში იყო ჩართული, არის ჩართული და მომავალშიც იქნება ჩართული, იმიტომ რომ დღევანდელ დღესაც უკვე
ნახაზები დღევანდელი მუნიციპალიტეტის და დღევანდელი მომავლის ხედვა, დღევანდელი მერის არის ის, რომ აღნიშნულმა გუნდმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს და უფრო წინსვლაზე იყოს ორიენტირებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი და ძირითადი შედეგი, რითიც შეიძლება რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა იამაყოს ფორმებიდან დაწყებული მივლილებამდე დამთავრებული სრულად არის სუბსიდირებული სპორტის პოპულარიზაცია და სპორტის მიმართულება თეთრიწყაროში. რაც შეეხება კიდე უპრეცედენტოა კიდე კლდეზე ცოცვა ქალაქ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ეს ფუფუნებაც, რომ კლდეზე ცოცვის სექციაც გავხსენით და ყველა მიმართულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი არის მზად, რომ თუ კი სადმე არის მოსახლეობის მოთხოვნა, რომ კიდეც 2-3 მშობელს უნდოდეს, რომ მათმა შვილმა შეისწავლოს ახალი სპორტი, ახალი პროფესია, თავი გამოცადოს და თავი ცადოს ახალ სპორტულ ასპარეზზე. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ, ჩვენ მზად ვართ ყველანაირად ჩავერთოთ, რათა ობიექტურად და რაციონალურად იქნას ეს ყველაფერი შეფასებული და მომავალში იმპლემენტირებული აღნიშნულ მუნიციპალიტეტში. ძიუდოს მიმართულება მინდა განსაკუთრებით გამოვყო იქიდან გამომდინარე, რომ დღეს პირადად ბატონი ავთანდილ ჭრიკიშვილი არის უკვე 2 წელია ჩართული იმ პროგრამაში, რასაც ქვია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ძიუდოს განვითარება ქვემო ქართლში და პირადად აი ამ დონის სპორტსმენი, როგორიც არის ბატონი ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამჟამად ქვემო ქართლში რწმუნებულის მოადგილე, კულტურის და სპორტის დარგში კურატორი, დღესაც ამოდის და ატარებს მასტერ-კლასებს ბატონ ლუხუმ ჩვიმიანთან ერთად, რომელიც ასევე არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მკვიდრი და მსოფლიო ჩემპიონი და ასევე ბატონი ნესტორ ხერგიანთან ერთად, რომელმაც უკვე ოქროს ასოებით დაწერეს თავიანთი სახელი ძიუდოს ისტორიაში. აღნიშნული ფაქტი კიდევ და კიდევ გამოყოფს მკვეთრად იმ ზაობას დღევანდელი სახელმწიფოსი, დღევანდელი მთავრობის, რომ დღევანდელი მთავრობა არის ორიენტირებული ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე და მოგეხსენებათ, რომ ჯანსაღ სხეულში არის ჯანსაღი სული და ამას ალტერნატივა არ აქვს. მოგეხსენებათ ასევე, რომ 2026 წლის დასასრულს იქნება უკვე დასრულებული სპორტული კომპლექსი, მულტიფუნქციური ქალაქ თეთრიწყაროში, რომელიც დღევანდელ გამოწვევებს სრულად გამოეხმაურება და სათანადო პასუხს გასცემს, ვინაიდან თეთრიწყაროში დღეს გვაქვს დიდი პრობლემა, ვერ ვატარებთ შეჯიბრებს, ვერანაირად, იმიტომ რომ არ გვაქვს ეს სივრცეები, სადაც შეიძლება რომ ჩავატაროთ ჩვენ მუნიციპალიტეტში სპორტული შეჯიბრებები. აღნიშნული სპორტ კომპლექსი როგორც ძირითადად იქნება ფრენბურთისთვის განკუთვნილი, იმიტომ რომ ფრენბურთის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს, რასაც ქვია საერთაშორისო ფრენბურთის სტანდარტები. დანარჩენი ასევე აკმაყოფილებს ნაწილობრივ ფრენბურთს ბოდიშით, კალათბურთს, ნაწილობრივ ხელბურთს და ასევე ფუტზალს. ასევე ცალსახად დააკმაყოფილებს შიდა და საქართველოს ტურნირებს ძიუდოში და რასაც ქვია ინდივიდუალურ სპორტებში. თითოეულ თეთრიწყაროელს და თითოეულ ქვემო ქართლის კვირს მინდა მიულოცო ეს კიდე ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესრულება, ვინაიდან თუ არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რთულია აი ამ შედეგების მიღწევა. თითოეულ
სპორტის აქტორს, თითოეულ მწვრთნელს, თითოეულ სპორტის ასისტენტს, თითოეულ კულტურისა და სპორტის ადმინისტრაციას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს და ქვემო-ქართლის გუბერნიას მადლობას ვუხდი დღევანდელი სპორტის მიმართულებით ჩართულობაში და აი ამ მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა თითოეულ მათგანს. ძიუდოს მიმართულებით არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ ეს ისტორიული შედეგი თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ ამის არ აღნიშნა არ შეიძლება ბესი სამსიანი ჩვენი ძიუდოს სკოლის აღსავსებელი გახდა თესალონიკის საერთაშორისო ტურნირის ან პრაქტიკულად ევროპის ჩემპიონი ძიუდოში, რასაც თითოეულ მის გულშემატკივარს, თითოეულ მის ოჯახის წევრს და ასევე მას პირადად ულოცავ, რათა მან გვასახელა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე. ბატონო დავით, თქვენს კულტურისა და სპორტის ცენტრში ასევე შემოდის მუზეუმი, ასევე შემოდის მუსიკალური სკოლა, სახელოვნებო სკოლა, ბიბლიოთეკა, ასე რომ იმის თქმა მინდა რომ თქვენი კულტურისა და სპორტის ცენტრი ძალიან დიდი ორგანიზაციაა, რომელიც პრაქტიკულად მთელი ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურაზეც აკეთებს აქცენტებს და ყურადღებას და წარმოადგენს ჩვენი მუნიციპალიტეტის სახეს. თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებითაც მოკლედ შეეხოთ იმ დანარჩენ მიმართულებებს. მოგეხსენებათ რომ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრი არის 6 IP-ის გაერთიანება. აქ შემომავალი სხვადასხვა მიმართულებიდან დეტალურად ჩამოვყვები და თითოეულ შევეხები აუცილებლად, იმიტომ რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი კი არა, არ შეიძლება მოკლედ შემოიფარგლოს კიდაც მუზეუმი, კიდაც ხელოვნება, კიდაც კულტურა, კიდაც ბიბლიოთეკა, როგორ შეიძლება რომ მოკლედ შემოიფარგლოს, არ შეიძლება ეს და მივყვეთ სათითაოდ. მუზეუმს რაც შეეხება, მუზეუმი მოგეხსენებათ 2019 წლიდან არის აქტიურად რეკონსტრუქციაში ჩართული. თავიდან იყო ემპარდის მიერ იყო გამოყოფილი გრანტი და იქიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჩართულობიდან ან თანადაფინანსება მიმდინარეობდა ამისი. დღესაც ეს მიმართულება აქტუალურია და დღე-დღეზე უკვე იქნება გახსნილი თეთრიწყაროს პარადცოდნეობის მუზეუმი ახლიდან განახლებული და ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტებს გასცემს პასუხს და ასევე ამაყივარ რომ ისეთი პიროვნება ჩაუდგა სათავეში, როგორიც არის ბატონი დავით სვარიანი, რომლის რეგალიებსაც არ ესაჭიროება ხაზის გასმა, რომელმაც უკვე ოქროს ასოებით თავისი სახელი შეიტანა საქართველოს მუზეუმოლოგიაში თავის სახელი დაწერა, ვინაიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი რო ავიღოთ, მისი დიზაინით არის დღეს წარმოდგენილი და საქართველოს პარლამენტის მუზეუმი ასევე. დანარჩენ რეგალიებსაც აღარ შევეხები. როდის გეგმავთ მუზეუმის გახსნას, ბატონ დავით? მუზეუმის გახსნას ჩვენ გეგმავთ ახალ წლამდე. შესანიშნავი. გახსნა არის გარდაუვალი, გადაწყვეტილი, ბოლო შტრიხები, ბოლო აკავდებია, აი აქ ზუსტად დეტალებია და აი ამ დეტალებსაც აუცილებლად უკვე გადავლახავთ აი დღე-დღეზე. აი ასეთივე ემპარტის პროექტი განხორციელდა თქვენ შემადგენლობაში მყოფ სახელოვნებო სკოლაშიც და კი ბატონო, არ შემიძლია ეს არ აღვნიშნო. 2019 წლიდან მუშაობ მე ამ პოზიციაზე, მე პირადად ამ პოზიციაზე რომ დავინიშნე, მე დამხდა როგორც მუზეუმის, ასევე სახელოვნებო სკოლის მიერ გრანტის მოპოვება და უკვე დამხდა მე პროექტი, რომელიც იყო შესასრულებელი, ანუ მოძიებული პროექტი
ქალბატონ ზეინაბ დიდ მადლობას გიხდით ამისთვის, იმიტომ რომ მადლობა თქვენ რომ დაასრულეთ ეს პროექტი. თქვენ ბრძანდებოდით აი ამ პროექტის მომძიებელი, ეს პროექტი ეს დეტალები აუცილებელია, ვინაიდან ემატიანობა ეს არავის არ გადაუხაზავს და უნდა იყოს აღნიშნული, რომ დიდ მადლობას გიხდით ქალბატონ ზეინაბ, მე უკვე დამხვდა ეს პროექტი, რომელიც იყო დასასრულებელი. დღეს ჩვენ აქ თქვენი ხელმძღვანელობით გვაქვს რეწვის მიმართულებით პრაქტიკულად ყველა მიმართულება, რაც კი შეიძლება, რომ თეთრი წყაროს დღევანდელ გამოწვევებს გასცეს პასუხი. აქ არის როგორც თექა, მინანქარი, ხეზეკვეთა, გობელენი, აინა გარაგაშევას ხალიჩების ქსოვა არის თექის დამუშავებელი, ქვილთი, ქვილთა ეს მანგლისის სკოლა, რომელიც ისევ და ისევ თქვენ ჩაბერეთ სული ამ ყველაფერს. მადლობას გიხდით ამ ყველაფრისთვის. აქ ჩემი ჩართულობა არის ყველაზე ნაკლები, ვინაიდან ისეთი პიროვნება ხელმძღვანელობთ, რომელიც ნამდვილად არ ჭირდება არც რეგალიების ხაზის გასმა და არც ჭირდება იმ მომავლის ხედვებზე რამე შენიშვნების ან მიცემა ან ხაზის გასმა. დიდი მადლობა ასეთ შეფასებისთვის, უღმესი მადლობა. როგორ გეკადრებათ ქალბატონ ზეინაბ, თქვენი ცხოვრება, თქვენი გავლილი ცხოვრება გაძლევთ იმ შეფასების მე მაძლევს სამუხლებას და უბრალოდ პირიქით კიდე მოკლებული ვარ იმ რეგალიების გავცობას, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მადლობთ. რაც შეეხება მუსიკალურ მიმართულებას ბატონო დავით? მუსიკალური მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ წლებია ან 50 წლეულია თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში არსებობს კლასიკური მუსიკის სკოლა, რომელიც არის დღეს ჩვენი IP-ის გაერთიანებაში ქალბატონი მანანა ბაიდარაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც უკვე 40 წელია და შეიძლება მის ყვალსმოსილებას ამაგდარი ქალბატონი ნამდვილად გაუსვათ მის ყვალსმოსილებას, თითოეულ ბავშვს დიპლომის გაცემას და თითოეული ბავშვის განათლებაზე მას აქვს ძალიან დიდი ღვაწლი და თითოეულ პედაგოგს, რომელმაც აი ამ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით იმუშავეს. ამათაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო. ასევე ჩვენ გვაქვს სამსახური ფოლკლორის, რომელიც ხაზგასმით არის ჩვენი სიამაყე, ჩვენი ბატონი იური თავაქილაძეს მიერ შექმნილი ანსამბლი გუდარეხი და უნიკალური ფოლკლორის წარმომადგენლები სვანურ ენაზე საგალობლის შემსრულებელი ანსამბლი დიდგორი. ამას წინაშე თვითონმა ჩვენგანმა უნდა ქედი მოვიხაროთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სიამაყე, ეს არის ჩვენი ფოლკლორი, რომლის გადმოცემაც უკვე შეუძლებელია სწავლებით. ეს არის ზუსტად ის ფოლკი, რომელიც არის მომაკვდავი და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს ფოლკი გადავარჩინოთ, ეს ფოლკლორი უნდა იქნეს გადარჩენილი და ბატონი ჯოტო არგულიანის გარდაცვალების შემდგომ ერთი წელი უკვე გავიდა, სამწუხაროდ წლისთავიც გავიდა. არ გასულა ეხლა გადის წლისთავი. ანუ ქედი მინდა მოვიხარო მის წინაშე. ეს არის ჩვენი ფოლკლორი, ეს არის ჩვენი ფესვები, რაც არ უნდა დავივიწყოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა. და თითოეულ თქვენთაგანსაც და ჩვენთაგანსაც უსურვებ, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ჩართული, რადგან ჩვენი ფესვები არ დაიკარგოს და ჩვენი ფოლკლორი იყოს მაქსიმალურად შენარჩუნებული.
და ასევე მნიშვნელოვანია ბატონ გურამ კვასტიანის და ქალბატონ ხათუნა თავართქილაძის ღვაწლიც. ბატონ გურამ კვასტიანს რაც შეეხება, ბატონი გურამ კვასტიანი იმდენად ანუ მრავალწახნაგოვანი ადამიანია, იმდენად მრავალწახნაგოვნად ხელმძღვანელობს და მიმართულებებით ამეცადინებს, როგორც თავის გუნდს თის არწივს, ასევე არის ჩართული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არა მხოლოდ ფოლკლორის მიმართულებით თითოეულ ბავშვის ნიჭზე, არამედ იმ საფუძვლებს, ფუძეებს ეძებს ყოველდღე და იკვლევს თუ რა შეიძლება მაქსიმალურად შემატოს აღნიშნულ მუნიციპალიტეტს და გამოზლიოს, გამოსტაცოს იმ მივიწყებას, რაც შეიძლება, ანუ დრომ შეიძლება მიივიწყოს თუ ჩვენ არ გავაქტიურებთ ეს ყველაფერი. და ამისათვის მადლობას ვუხდით. ქალბატონ ხათუნა თავართქილაძე არის ჩართული მაქსიმალურად. ქალბატონ ხათუნა თავართქილაძე არის იმ ჩვენი დიდი ღვაწლმოსილი ლოტბარის ბატონი იური თავართქილაძეს ქალიშვილი, რომელიც დღესაც ასრულებს ჩვენთან ფოლკლორის სამსახურის უფროსის მოვალეობას და ასევე ანსამბლი ათინათის ხელმძღვანელია და მისი ხელმძღვანელობით ანსამბლი ათინათი წარმატებით ამ ეტაპზე ასპარეზობს საქართველოს ტურნეებშიც და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც და მომავალში უსურვებო გავიდეს საზღვარგარეთ. ბატონო დავით, თქვენ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევთ თქვენს ცენტრში არსებულ საბავშვო თეატრს, რომელსაც ქალბატონი თინათინ ბეკოშვილი ხელმძღვანელობს. აი ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, იმიტომ რომ რომ არა ეს მხარდაჭერა, აი ასეთი წარმატებული საბავშვო თეატრი არ ექნებოდა ქალბატონ თინათინ ბეკოშვილს. კაი შეკითხვა, კაი თემატიკა. ნამდვილად ქალბატონ თინათინ ბეკოშვილის ჩართულობა და მისი, ასე ვთქვათ, შეშენ პირის სტატუსობა არის განსაკუთრებულად, ანუ 10-ჯერ ხარისხში ასაყვანები. განსაკუთრებული მადლობა მინდა მოუხადო, ვინაიდან მიუხედავად მისი შეშენ პირობისა და მისი აი ამ გამოწვევებისა, ის დღესაც ახერხებს და სათანადოდ უყალდება იმ გამოწვევებს. ეს სიფრიბანა გოგო ახერხებს და ამ ყველაფერს ატარებს როგორც თავის სულში, ასევე თავის ზურგზე და უმკლავდება ყველანაირად. ერთი სურპრიზიც აქვს თინათის, რომელსაც მე ახლა გავამხელ, მაპატიოს მან აუდიო დისკრიფციის პროექტს ჩაუყარა საფუძველი საქართველოში პირველად ჩვენმა თინათინმა და მოხდება ნახატების და ფილმების გახმოვანება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მხედველობა არ აქვთ და ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც თინათინ ბეკოშვილმა უნდა განახორციელოს აუდიო დისკრიფცია საქართველოში და მემორანდუმი გააფორმა საქართველოს პირველი არხის საზოგადოებრივ მაუწყებელთან და მე ბოდიშს ვუხდი თინათის, მას თქვენთვის სურპრიზი ჰქონდა და სარგებლობ იმით, რომ თქვენთან ინტერვიუ მაქვს და აი ამ პროექტსაც ვახმოვანებ. ბატონ დავით, ქორეოგრაფიაზე რა სიტყვით, ვიცი რომ თქვენი ყურადღება ქორეოგრაფიასაც საკმაოდ აქვს და მის შესახებ რა შეგიძლიათ რომ გითხრათ? დავიცე, დიდ მადლობას მოგიხდით ჯერ დამასპოილერეთ აი ამ ქალბატონი თინათინის აი ამ პროექტზე და მე დარწმუნებული ვარ ქალბატონ თინათინი რასაც მოკიდებს ხელს თქვენთან ერთად იქნება იმპლემენტირებული და შესრულებული, ამაზე მე დარწმუნებული ვარ და ყველაფერი ის იქნება ისევ და ისევ პოზიტიურად ჩვენ მომავალ აღბეჭდილი და განხორციელებული. და შეეხება ქორეოგრაფიის მიმართულებით უნდა აღნიშნო ჩვენი ბატონი ლევან გვიანიძე,
რომელიც წლების განმავლობაში მოღვაწეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში და ახორციელებს იმ მიმართულებას, რასაც ქვია სუფიშვილების ტრადიცია, იმ მიმართულებას, რასაც ქვია ქართული ავთენტურობის და ფოლკლორის ტრადიცია. ჩვენ ასევე ნიკა ავალიანის ჩართულობა მინდა აღვნიშნო და თითოეული ქორეოგრაფიის, რომლებიც პირნათლად ასრულებენ აი ამ ჩვენ მიერ შემუშავებულ დოქტრინას და დავალებას, რომ ჩვენი ავთენტურობა, ჩვენი ქართული ადაწესის და ტრადიციის ფოლკლორი იქნას გადაცემული ჩვენ მომავალთაობაზე, როგორც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ასევე მერე შემდგომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ასპარეზზე გადავლენ უკვე ჩვენი აღსაზრდელები. თქვენ არც სამაჩაბლოდან დევნილები გავიწყდებათ, მე ქაბატონი ლუიზა ასკილაშვილი მყავს მხედველობაში, რომელსაც ყველანაირად ხელს უწყობთ. მაქსიმალურად, რა თქმა უნდა, ქალბატონ ზეინებ, მე პირადად სამაჩაბლოდან დევნილი ვარ და არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი ჩვენი ტკივილია და ეს დროებითი მოუშვებელი იარა, რომელიც უფლისწყალობით და ჩვენი პრაგმატული ხელისუფლების პოლიტიკით იქნება ახლო მომავალში შეხორცებული. ასევე აი ოდის მოგიტეთ არ შევხებულად ჩვენ ბიბლიოთეკას. აი ამას ვაპირებდი შევხებულად ქალბატონ უძლიერეს ქალბატონელის ჩვენ არაფერი არ იარსებებდა, არ იარსებებდა არც სპორტი, არც კულტურა, არც ხელოვნება, არც თეატრი, არაფერი რომ არა წიგნი. წიგნის შენახვის, წიგნის კარიბჭეზე დგომ ჩვენ თითოეულ თანამშრომელს. ქალბატონი ნელი მაისურაძის ხელმძღვანელობით უძლიერესი სპეციალისტი თითოეულ ბიბლიოთეკას მოუხადო დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ვინაიდან წიგნი იყო ხოლმე ყოველთვის როგორც დამყრობლის პირველი ობიექტი განადგურების, რათა ჩვენი ავთენტურობა გაენადგურებინა, ასევე პირველ კარიბჭეზე დნენ ის ბიბლიოთეკარები და ის ხალხი, ვინც ჩვენ წიგნს და წიგნობარობას იცავდა. დიდი მადლობა მინდა თითოეულ ბიბლიოთეკარს მოუხადო, ბიბლიოთეკის მინდა მიულოცო საერთაშორისო და მრავალი წელი კიდე აი ამ კარიბჭეზე არ მობეზდებოდეთ ყოფნა, იმიტომ რომ ნამდვილად არიან ზღუდე, რომელიც იცავს ჩვენ კულტურას პირველ რიგში. მე მინდა რომ ვისარგებლო ამ არაჩვეულებრივი სრულიად ამომწურავი ინტერვიუთი და დამდეგი ახალი წელი მინდა მოგილოცოთ თქვენს ძლიერ გუნდს, თქვენს მოადგილეებს, ქალბატონ ზამირას, ბატონ ზურაბს, ბატონ ბექას, თუ ხარავი გამოვჩა ამ ძლიერ გუნდს. ბატონ კამოს, მიხელ ფაცები მის ხელშია, როგორ დიახ. თელს გუნდს, ყველა ჩვენი პოლემიკის ენაზე, თქვა და რესპონდენციის ენაზე მეჯუკლებ. დიახ და მინდა რომ ძალიან დიდი წარმატებები გისურვოთ რამე თუ კულტურისა და სპორტის ცენტრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, განსაზღვრავს ჩვენი რაიონის სახელს, როგორც რეგიონულ, ასე რესპუბლიკურ და საერთაშორისო ასპარეზზე და ყველაფრისთვის, რაც თქვენ ბრძანეთ, მადლობას გიხდით, იმიტომ რომ ეს ყველაფერი განხორციელდა თქვენი ხელმძღვანელობით. და ბოლოს ვსარგებლობ იმით, რომ წინა საახალწლო ინტერვიუა, რას ეტყოდით, როგორც თქვენს კულტურისა და სპორტის ცენტრს, ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტს საახალწლოდ. ხოლოდ ყველაზე სანუკვარი და ყველაზე მეტად რა გსურს ამ ცხოვრებაში. ეს არის მშვიდობა, ეს არის ჯანმრთელობა. მშვიდობას, ჯანმრთელობას უსურვებ თითოეულ თქვენ რესპონდენტს, IP თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს, ასევე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, ახლად არჩეულ მერს და ასევე უსურვებ სრულიად საქართველოს მშვიდობას,
კეთილდღეობას და წინსვლას. უღმესი მადლობა. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენთან იყო არაჩვეულებრივი რესპონდენტი, კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი ბატონი დავით ყაზახაშვილი. მადლობთ ყურადღებისთვის.